პირველ მშვიდობის როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? თითქოს და ზაფხულის ერთი დღე იყო. ისე ვფიქრეთ. იმიტომ რომ მე უნდა გავიდეთ ქალაქში და მომიწევს ისევ ჩაცმა და დამეზარა. შორტი მაიკა ჩავიცვი. ახველებენ ელიტკივაც ჩემ ბავშვებს საჭმელს ვაჭმევ და მე ინგალაციას გავუკეთებ. მე თმა უნდა შევჭრათ. მე იმიტომ მიშლის ძალიან შენ კი არა გეგასაც უნდა. ხო გეგა ეს აკეთებს. მოკლედ წყალი დავადგი კიდევ ბრინჯისთვის. ეს რა არის? ბრინჯისთვის დავადგი კიდევ შეცვალა რამე რაღაცა მგონია. ის მედიდელი რაღაც მახსოვს მე უკვე და მოკლედ ძვირფასებო ჩემს ვიდეოებს ფიქრობ რომ არ უყურებთ ხოლმე ბოლომდე და არ მაქვს ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა თქვენთან. უბრალოდ ნახეთ რას გეუბნებით. ეხლა რის თქმა უნდა ადამიანები ვიწერენ ადამიანები არა მოკლედ გუში ნინომ დამიწერა. ოღონდ როდესაც იწყება არ გეწყინოს თათია და რაღაცის თქმა გინდათ, ხო? თუ ფიქრობთ რომ ის რაღაცა ადამიანს უნდა ეწყინოს, არ უნდა უთხრა, მაგრამ აგერ გეტყვით. სულ ვიძახი, სულ ვლაპარაკობ, რომ ჩემ შვილებს ბევრი რამ არ უყვართ. კარტოფილი ფრიცკი არ უყვართ, კატლეტი არ უყვართ, გუფთა არ უყვართ, სუპი არ უყვართ, ბოში არ უყვართ. გამრავალფეროვნებეო საჭმელი ბავშვების მეუბნებით და მრავალფეროვნებას როცა მიწეთ ხალხი ქირაში ვართ. პირველი მერე მეორე რამე რომ ვთქვა მე ხო რამე მიჭირს და ასე შემდეგ მეთქი რომ ვთქვა და ამაზე ლაპარაკი დავიწყო. ადამიანები დამიწერენ რომ წუწუნებ
ჯერ რომ ჩუქნის ადამიანი რაღაცას მაგაზე მლანძღავს სხვა ადამიანები, რომლებიც აი არ ვიცი თვითონ რა ამით და როცა არ ვლაპარაკობ, ხო, რაღაცაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს აი ისეთი ცხოვრება აქვს. რასაც არ ჭამენ, არ ვაკეთებ. თქვენ ხედავთ იმას, რასაც ჩემი შვილები ჭამენ, იმას ვივირთვით ჩვენს და ერთხელ ხინკალი ვიყიდეთ და ხალხმა იმას გადამაყოლა და მე და ჩემი ქმარი ჩავქოლეს რა. ამის გამო, იმიტომ რომ ბავშვებმა არ ჭამეს, არ მიირთმევენ. როდესაც ადამიანები დიდი ხანია რომ მიყურებთ, უბრალოდ ან როგორ არ უნდა მეწყინოს, როცა იცით ეს ყველაფერი ჩემს ვიდეოებში თუ რამე გაინტერესებთ, ანუ ზოგჯერ მგონია ამას იმიტომ მიწერენ, რომ აი მე საჭმელი გავაკეთო. იმიტომ არა გადი, არ გისმენ, წადი გაბრაზებული ვარ, ეხლა ეწავს მათქმეულო. ზოგჯერ იმიტომ მიწერენ მგონია, რომ თათიამარი ცის გუფთა ან კატლეტი ხალხო რამდენჯერ გამიკეთებია და ჩემს ძველ ვიდეოებში არის, თუ გინდათ ამის დანახვა და ნახეთ, უყურეთ, მოიძიეთ ძველ ვიდეოებში. ბლინჩიკები არ მქონია ხორციანი, და ვიცი რა არ ქონიათ ამ ბავშვებს, მაგრამ არ ჭამენ, არ ვაკეთებ. ხაჭაპურს არ ჭამენ ბავშვები. მე ჭამ. მარტო გოდერძის გამო მაწყო და ადამ დაიწყო ახლახან სძლივს. გეგან ვისი ჩავაკეთო, მითხარით, საჭმელი გადასაყრელა. გეგა ჭამდა, ბავშვი რომ რაც იყო, ხო? ჩემს შვილებს უყვართ, აი იმას ვაკეთებ. ეხა მეც გეტყვით მაშინ, ეს ჩემი პასუხიც არავის არ გეწყიდო. იმიტომ რომ მიწერთ მსგავს რაღაცას, თუ ჩემი მაყურებელი ხარ, უნდა იცოდეთ ჩემს შვილებს რა უყვართ, რა არ უყვართ. თევზიც კი, იმიტომ არ მომაქვს. ეხლა დავიწყე. გიშდები, სიგიჟემდე მიყვარს დადიკო. ხალხო თევზი. დადიკო, ეხლა უნდა დავიწყო თევზის ჭამა. სიგიჟემდე მიყვარს თევზი და რახან ჩვენი შვილები არ ჭამენ, მე და მუხრანი რას ვჭამთ? კაცი, რომელი კაცი შეგიჭამს ფაფებს და იმებს? მიყვის პროსტა ძალიან მარტივებს ხოლმე ზოგჯერ ადამიანები. იმიტომ რომ ჩვენი შვილები არ ჭამენო და ჩვენ როგორ ვჭამოთო და ჩვენც არ ვჭამთ ხალხო. მე პირიდან გავუმივარდება, თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ, მე არ მიყვარს კატლეტი, გუფთა, ძალიან კარგად კატლეტი. ყველაფერს მიჩემნია მაგალითად. კატლეტი მაგარია. გუფთაც, კატლეტის, ხორციანი ბლინჩიკები. მაგრამ უყვარს მარტო გოდერძის. ხო. და ამ ბოლო დროს დადიკო. დაიცა, ამ ბოლო დროს რამდენჯერ მოგიტანე რო არ ჭამე. დადიკო, რეჯენ მაღებინა. ო, აქრომ იმედა. ვიყიდე, ხო. ფიქრობ. რო ვიყიდე ის რო ვაჭამე და მეტი ეხა ხორცი არა მაქვს და ხორცი რაჟეს ძალიან კარგად იცით და რომ მქონდა შარშა მაღები. 25 კილო ხორცი, არანაყიდი. მოკლედ რა მიკვირს იცით? ბავშვები იზრდებიან სოსისებზე, სულ ჩიფსებზე, მთელი დღე სოსისი და ძეხვი რო არ ჭამონ, ან ის ფაბრიკატები რაც იყიდება გაყინულები და ჩემი შვილები არ ჭამენ მაგას. მაინც რატომ გაქვს ყოველთვის ჩემთან პრობლემა, ვერ ხვდები უბრალოდ. 1000-ში ერთხელ თუ ვყიდულობ ჩიფს, ისიც დორიტოს, იმიტომ რომ არ არის დორიტო 5 ლარი ღირს. ხო და რა ვქნა ხალხო არ ვიცი. ორი დორიტო 10 ლარი. სულ მიწერენ ხოლმე რომ აი არ გინდა და არ გასცემ პასუხი, მაგრამ ხო უყურეთ, თუ უყურებთ ამ ჩემ ვიდეოს და გაიგეთ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამათ უყვართ. გეგას რაღაცა არ მოსწონს. ხაჭაპური. გეგას ბევრი რამ არ უყვარს. ბავშვი წავიყვანეთ აბადების დღეზე კატლეტები, ფრი, ხაჭაპური, პიცა, კიდე რაღაც ედოთ, მაფინები. სამივე შვილებს გეფიცებით ხალხო, ნუ იფიცებიო, მეუბნებით კიდე. არ ვიცი მეტი როგორ დაგარ, ჩემი გულწრფელობა არ მოგწონ. თუ გულახდილი ვარ, რაღაცნაირი ვარ, საერთოდ თუ არ მოგწონ ვართ და ჩემი ოჯახი თუ არ მოგწონ, გთხოვთ რომ ასქრომეთ მაშინ. მე ვერ შევიცვლები და ვერც ამათ ვერ ვცვლი.
ჯერ არიან ბავშვები. იქეთ გაიგებენ გემოს. ჩვენც ესე ვიყავით მაგალითად, მე ბევრი რამის გასინჯვა არ მიყვარდა და ალბათ ჩვენ გვანან აღავის დაემსგავსებოდნენ ესენი, მაგრამ ეხლა ცოტა რაღაცას მაინც მივირთმევ უფრო მეტად. არ უყვართ ეს არწყვალოვანი კომპოსტო უყვართ და არც ისე კომპოსტო არ უყვართ. მარტო სტაფილოს მიირთმევე. დადიკო, გუშინ მივირთვი სალათი. კი, ერთი კოვზი დედა. მე რო დაგასინჯე კოვზის. მაგარი იყო. ხო და ნახოთ აბა ეხა გამოგიტან და არ გიჭამი. მოკლედ. დადიკო, იმედი არა მარ. ტყუილი მეცნია, იმიტომ რომ იმედი არა მარ ესმით მუსიკა იქით. მართალია, აი როცა ვიცი ადამიანს შემდგარ რაღაც წინს არ საუბრობ და всё. ეხა მეტყვით როგორი რაღაცნაირი ხარო, არ ვარ ხალხო რაღაცნაირი. თქვენც რომ მსგავსად თქვენი ოჯახის ნახეთ მე სააშკარაოზე გამომაქვს ჩემი ოჯახი, ხო? ცოტა რაღაცით, თუმცა არაფერი ისეთით. არც მიკვირს, რომ რაღაცას დაწერენ, არ მაქვს ამასთან გართულება. და არც ვამბობ არ დაწეროთ მეთქი, მაგრამ გართულება აქვს ყოველთვის პასუხზე, მაგიტო არ ვიძახი ეხა. ბაღში დადიან ბავშვები, ხალხო, მე თუ ვერ ვაკეთებ მაგალითად, ბაღში არის საჭმელი, ხო? არ ჭამე, ერთ ლუკმას. კარტოფილის სოუსი ვჭამეო და ამას მეც ვაკეთებ სახლში, ისე დაწყედავთ. ადამ, ერთი დღე და მეორე დღე ლუკმა ჩაუდია ფეში. სულ რატომ არის ჩემთან საჭმელზე გართულება? თქვენი მხრიდან ვერ გავიგე. არა მრავალფეროვნებას მთხოვთ, როდესაც ვიბრძვი რაღაცისთვის. არ იცით, ხო, არ გეუბნებით, არაფერს არ გეუბნებით, იმიტომ რომ წუწუნებენო, როგორ იცით, რაღაცნა ირიბადო. მერე იძახიან, გამოდგებიან და არავისთან არ წუწუნებ ხალხო. ამიტომაც ვარ ჩემთვის და არ ვყვები არაფერს, ხო? მარტო დღის განმავლობაში რას ვაკეთებ? აი ამასაც არ ვიღებდი, არ გამოვდიოდი, იმიტომ რომ გული ამიცრუდა, იმიტომ რომ ადამიანებს არაფრის დანახვა არ შეუძლიათ, უმრავლესობას, მართლა უმრავლესობა ეგრეა. ჩემთან არ შეუძლიათ და ვერ დაინახეს. ასე ეს ცხოვრება მოწყობილი არ მიყვარს. დღეს ასეა. ოზე რო გავასუფთავ, იმას ვცდილობ. მეც არ მეწყინოთ ეხა. ეს ჩემი გამოსვლა. თუ ასეა, გავაკეთე. ჩემი ხო უნდა მეთქი. რამდენ რამეს არ გეუბნებით, პროსტა, რამდენ რამეს არ გეუბნებით, რომ თქვა, ვაიმე ესე ყველაფრის გადაშლა არ შეიძლება, არ გეუბნებით. არავის არ ვაწუხებ ხალხო, ვართ ჩვენთვის. ყველას ხო აქვს დღეს, ყველას აქვს პრობლემა. არ ვამბობ, რომ იმეს აქვს დაალხემილი ცხოვრება, მაგრამ ამ ჩემი პრობლემებით დამაცადეთ. ეს ბრინჯი არ მომეწონათ, მაგრამ ჩაიცარბოთ და ის
უწყალიც დუხს, მაგიტომაც არის რომ ეხ ამას გავრეცხარ. წუხელ ხამე თან როგორ მიხსნის ამ იმას მესიჯს ბოლომდე არ მიხსნის ამასაც და რო ვერ წავიკითხე ბოლომდე იმან უფრო გამაბრაზა. მაგრამ ზოგჯერ მართლა ესე ვარ, როდესაც ნახავ რომ რაღაცა ისე იწყება, იმიტომ რომ მე ჩემს თავს არ ეწყინოს რაღაცა, არ ვკითხულობ მასე კომენტარს. მაგრამ ეხლა მიმინდოდა, იმიტომ რომ არასოდეს არ მახსოვს ამ ადამიანისგან რამენა სხვა ისეთი, რა ვიცი, არ მახსენდება. ხო და დახან დაწერა, ალბათ არ ვიცი. მიყვის ხოლმე, ამდენი წელია მე ვარ, სადღაც 4 გავიდა მე მგონი, თუ მე 4 წელია ვარ, არ მახსოვს უცბად არ. და ამ დროის განმავლობაში მე ამ ვიდეოში კერძი რო არ იყოს ეგეთი, არ ვიცი. ბევრი რაღაც მაგაგეთებული კითხინგალი არ ვიცი და ამას ისედაც ვიზარდი. არ ვიცი, ფინგლის მოხვევა. მოხვევა არ ვიცი. და ეგ ბევრმა არ იცის, რაც არ უნდა იყოს ეგ გასაგები, მაგრამ მე რომ ვიცი ის კი არა, ჩემგან რამდენმა პირადშიც კი მწერს და რამდენი ტორტების რეცეპტი, ბისკვიტების, კრემების, სამივე შვილის გეკიცებით. გოგო პირადშიც კი მწერს, რომ ჩვეულებრივად, აი რამდენი წლის წინ, სადღაც შაშან დაიწყო მე მგონი. ჩემი რეცეპტით ტორტის, ბისკვიტის, კრემების და ყიდის ის გოგო. მადლობები რამდენჯერ მომწერა, რომ ესე ჩემით სახლში შეკვეთით და ყიდი, შენი რეცეპტითო. რა ვიცი, ხალხო ადამიანი ჩვეულებრივ ბრინს ვერ აცხობენ და დაფასება მაინც აქვს და მე რამაც ხია ეგეთი რომ ვერ დაინახე ჯიმსში, ვერაფერი ვერ გავიგე. რამაც ხია ეგეთი. ზრია რა აქ ლაპარაკს, როცა ვერ ნახავენ ძალით ადამიანს ვერაფერს ვერ დაანახავ. ასეც არის. ასე რომ არც წყინს ხალხო, თქვენი თვალებია, თქვენი შეხედულებებია და ვინც გინდათ ის მოგეწონებათ, ხა ძალით ვერ ჩაგიხტებით ვერანაირად, ვერაფერს ვერ ვიზამნოთ, ძალით თავი მოგაწონოთ. რაცავარ ესავა და ძალით კიდე თავი რომ მოგაწონოთ და სხვა შეგრჩეთ, ეგ არ მინდა. ამიტომაც არის ჩემი ვიდეოები ხმაურიანი. ზოგჯერ გაბრაზებულიც რაც, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს, მეს მაქვს და ამის გარეშე რო დაგენახოთ ან გაჩვენოთ რამე, ხო რა გამოდის? რო არ ვარ მე და ეგ არ მინდა. ეხლა ვიცი ამ ჩემს ვიდეოზეც მოყვება კრიტიკა, მაგრამ როგორც ჩვეულებრივია ეგეც. როგორც იძახით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ადამიანმა გაგაკრიტიკოს, დიახ, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ისიც ჩვეულებრივია, რომ გპასუხობენ. ადამიანს თუ არა აქვს, ხო მაგალითად, რამდენი ადამიანია, რომ აი მანამდე იმასაც მწერდნენ ახალბებ ადამიანს, რამდენი ადამიანია მშიერიო, თითქოს და რამე ისეთი მქონოდა მე განსაკუთრებული, ხო? ყველაფერზე მინუს პოულობენ ჩემ. ყველაფერზე. ხო და რა გავამრავალფეროვნა? მაღაზიაში მარტო არ მიყოდე იდასთან.
მე თვეში ანიკო კაი შევინახოთ. ანიკო დედას ყოველთვის სადღაც 600 ლარს ვაძლევ ხალხო და კიდე ვიტოვებ თანხას. რისია ეს საჭმისა? მეტი ჩემთვის მომაქ რამე. ეხლა ისიც იქნება, რას ჭამთ ასეც. კარგი. მოკლედ ესეთი არის ეს ჩემი ვიდეო დღეს. ძალიან მჭირდებოდა საუბარი და აგერა ვისაუბრე კიდევაც. საჭირო იყო. გალში რომ მივდივარ, საჩინოში რომ მივდივარ. არსად ესენი არ ჭამენ. არსად. და რასაც ვაკეთებ, ბევრჯერ გესმით. ეხლა წუხელ ადამ 12 საათზე გამომითრია სპაგეტი გამიკეთო. და არ გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაკეთე. მეთქი შევკიდი რომ დღეს გავაკეთე. მაგიტოა მე ვიდეოებს მე რომ არ ვიღებდი ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივად გადავიღებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და მე ჩემ ყოველდღიურობას რაც არის ჩემი შვილებისას. ხო დედა. დედიკო, ქალაქში მივდივარ, თმები უნდა შევჭრათ ბიჭებს. მე არა. შენ არა და შენ არ შეიჭი. მოკლედ, ეხა ამ სალათთან დაკავშირებით. ესეთი არ გამომსვლია და მუხაწი ამბობს მართლა. მე მგონი ნიახურმა დახატა, აბა განსაკუთრებული სხვა არაფერი არ მიქნია და გადარებული წიწაკა გამოვქენი და დავიმახსოვრებ ამას, რომ ესე გავაკეთო, გადარებული წიწაკა გამოვიყენო. დავიმახსოვრებ კი არა, უნდა ჩავიწერო პროგნოზში. აქ კვერცხი მაქვს მოხარშული. ეს მუხა მოხარშა და მანქანას გავრეცხავო და მოვა. სალათი და ეს უნდა ვჭამო. ჩავიცვე მე შარვალს და გოდე, მოდი დედა და ჩაი და ეს შეჭამე. აქედან ორი კვერცხი არის ჩემი. მე ორი მომიხარშებ. ანუ ცილვარმა შეჭამა, ხო? ურამეს ჭამენ. ნატურალურს ჭამენ ჩემი შვილები. იცით გაყინულს და რამეს ესენი არ მიიქნევ. მარტო იმ კატლეტს ყიდულობდი და მერე რომ ვამატებდი ჩემთვის და ასე შემდეგ. უი, ესეც არ შეიძლება ასეო ისეო და სხვათა შორის ეს კონდიტერმა თუ რომ მუშაობენ სწრაფკვებაში იმან მასწავლა რომ ასე აკეთებდა ის ხალი და ამრავალფეროვნება თავისი შვილებისთვის. წკალებიხდა. და მე თამთამაც მითხრა. მე აიღე და ეგე მაგიდაზე არის კიდე სხვა ჭიქა. იმით მე დავლია და არ მინდა იმით დაგალევინო. ჩაი და პური არ გინდა შენ? ჰა? თო ჩააჭაჭუნო. ეს ფოტები რატო ჩაიცვიდე და რა გინდა დედიკო ეს? ამის სეზონი აღარ არის დედი უკვე. გოდე. ეს წალი. ქალაქში მედივა. ეს წალი. ადასია ეს.
გულიანი აიღო. ქალაქში მიდის ის, ვინც თბილ ჩაის დალევს. გაიგე? აი კოში. პატარა ჭიქაშიც ჩაგისხა. არ გიდა პატარა ჭიქა? არ. დაელოდები. კარაქიანი პური მაინც შეჭამე? შოკოლადიანი. გინდა? სანდა მანამ ჯერ გვაქვს დრო და იმას ვაკეთებ კიდე. ფაფას, ესენი სავსე მაქვს შაქარი. ცოტა მაინც დამჭ. ჯერ პირველი არა. ხო და სხვათა შორის. იმის თქვა მინდა ძვირფასებო რომ რაც მაქვს მე თავარია ჩემ შვილებს საჭმელი აქვს და არასოდეს არ დავიწუწუნები იმაზე რომ ეს არა ის არა მადლობელი ვარ ღმერთის რაც გამაჩნია იმისთვის და რა თქმა უნდა იქეთ იქნება და მომცემს უფრო მეტსაც აუცილებლად მოვიდა მოგიდოს 잘했어요. Pui უნდა გაჩვენოთ სადმი ვაკარი. მე გიშივი დავდივარ იმით. ინდაბესი. ჯადო. ო, კარმა გასის. აქ მივაკარი. სახლი ისეთი. იმედია რომ ისე ვარ მომივარდება ეს კბილი. ეს რატო შემიძლია? არა და მეტი რა უნდა მოგივარდეს. ნუ თამაშო, მამა ის თამაშო. მოკლედ წავედი ძირფასებო ეხლა. მამის თქმა იყო რომ მინდოდა წუხელ, ამიტომ ლოგინიდან ადგობა მინდოდა, მაგრამ მუხრანი გამიბრაზდება მეთქი, იმიტომ რომ დაწექი შენ გამოიწინებელი ბავშვებიო და მოგცე ეს პურიც. ეს არის საჭმელი მამა. ბიჭო, კიდე გინდა პური მოგცე? მაგარი არ მინდა ნა. საერთოდ არ უნდა იმას პური. მე უყუროდ უნდა ვჭამო. ნა. მოკლედ ორი კონტეინერი გამოვიდა და გავყავი, ის არის მუხრანისი, მაგიტო არო არიხებს. გუშინო და არ გამილანძღოთ ეხა კონტეინერით რატო ჭამსო აგერ მაქვს თუ ვინმე მოვიდა და მუხრანის ვეუბნები ამას არც გაეკარები მეთქი და წვენს უყურეთ ხა ხედავთ მაგარი აკენ მაჟუნე? ო სულენცი ძალიან მაგარია აუ, წვნიანი უნდა იდო. დიახ მე მაინც არ მიყვარ წვენი მაგრამ აი ესე დედა რა კაისუნია მაგარია მოკლედ ძვირფასებო მეც ახლა ეს უნდა მივიტვა მაგრამ ამას გავუკეთებ ჯერ ამათ ვაჭმევ გეგა მოდი დედა ესენი შეჭამენ და მე მივიტმევ მე ამას არ გავრეცხავ ხოლმე და ახურო მაინც ასე გავრეცხ ეს კოზირისი იყო იმისი მე რომ მოურია მარია ჩემი აგელა სენიცა გოდე დედიკო შენ თელი მთლიანი ეს მხარე მიგავს აი ასე ეს ფეხები შეწირე აი ასე დედაში ბიჭიში კალუი ამდენი იარაღები ხელში როგორ უნდა გქონდეს და როგორ უნდა ჭამო აი ასე ამიტომ ან ძვირფასებო იცოდეთ ან უყურეთ ან გადაახვიეთ სანამ რამეს დამიწერთ და ნახეთ გაიგეთ ამ ბავშვებზე და რატომ რისთვის ვაკეთებ სულ რამდენი ხანია იცი თვეებია გეგა ლობიანს რომ მეხვეწება არასოდეს არ ვწერი ვიდეოს კიდე თავის გასამართლებლად მე მიყვარს სიმართლე რომ მიდევს და ამიტომ წერ ამ ვიდეოებს მეტი არაფერი არავისთან არაფერი არ მაქვს რომ ვიღაცას რამე დაუმტკიცო ეგეთი მე ვარ ჩემნაირი
იშვიათია, დიახაც ასეა, იშვიათია. არ ვთამაშობ. ძალიან ზედმეტად გულახდილი ვარ, რაც არის მოსაწონი ჩემში ვიცი ეგეც. მაგრამ მე ესეთი ვარ. ბოლოს დაინახავენ ადამიანები. ამის ძალიან მჯერა. It's fake. გადაკვირთაც კი არასდროს არავის არ ვეხები. Yeah, it's fake. See? ასე რომ It's fake. თუ საქმეება გეუბნებით პირში და ამას ალალად ვიძახი ხოლმე, სავარდა რა ვქ. ბევრისთვის მიუღებენ. ხედავ სადაც ჩემს ცხოვრებაშიც ასეა ეს. What? მიდი დედიკო და მე ინგალაციას მოვასწრებთ. 15 წუთი თორე მე არა გავკეთო რატო? რომ მოვივა მე გავუვე. 15 და 20 წუთია თორე გვანცა მიქაც არ გავუკეთო? 20 წუთი არ გაიყვანო გარე და იქრო დაგვტოვა. აბა მაგის მე გარეთ გასვლა შეიძლება რა კაცო მე ვუთხარი მე რომ უნდა წავიდეთ მეთქი. I don't know. დედიკო კოს თვალი დედა ეხლა 2 დღეა ვაკვირდები ხშირად არ გავუკეთებია სადღაც 1 თუ 2 ჯერ და ეხლა დედი მასე არ ქნა და შეხო იცი რომ ის არაა კარგი და ლამაზი და სწორი. Se look what God did for you. არ ვიცი რას ვაპარაკობდა. ვინ? ადა. ვითომ ტელეფონიანს ვერ ხედავ кейსი რომ ტანი გასწორე დედიკო. აი ეს. შენც ბიჭო, მიეჩვე გამართულად ჯდომას. ამას ჩვენ სკოლაში აბა დამჯდარიყავი ასე. ჩემს დროს მართლა. ასე გაიმართო და მაგიტოს სულ ესე დავდივთ მამიდა ჩემი კდებოდა სიცილით. მართლა. ესე სწორადო მარტო 10 დადისო, ჩემი დები არც 1 არ დადიოდნენ მარტონე. ასე ვიცოდი სიარული. მართლა ასე გამართული. გამართული სტიარული. Es hurries to sorry. თქვენ გაიმართეთ, ამათ გაიმართეთ რომ ეტყვის ჯამბული აი ეს გონიათ. ეს არ გამართვა. ედი გამოსწიე წინო გეუბნებიან. ნაში ხაზა. კი. ხაზა. ამასთან? აი იქნება? არ ყოჩტო იქნება. Legacy. რა არის შე რაღაცა დაკლება გინდა? გავიგნო. რეგულარ პროექტ ხუთი. ქრიჩიხასაც ბევრს რო შეჭამისიც არაფერია. ისიც პირდაპირ მიდის. შენ მასწავლი რამდენმა ჩაწერა? 2. აი 2 ან 3 კოვზი აი ესეთი უნდა ჭამო. გაჩერდი გოგო. მეტი არაო. მე არ ვჭამდი მუხრანი, ბევრს რო ვჭამდი მაგიტო არ დავიკელი. მერთო დიდებურო. ჭამდი ხალხო მე, მაგრამ ბევრს ვჭამდი. უნდა ყოცხი. მინდა, ხო გითხარი 2 ჩემია მეთქი. არ უნდა. ამდენი გულიც თუ შეჭამე, გული არ აკლებინებს. ცილა მარტო. და კენაღა მორჯერ ვახებინე. რატომ? ცილა რო ვაჭამე ამ. ხო! მართლა. ეს მე გემოარავს. ისე და ისე ვიყავი. კენაღა საათი უნდა ჭამო, ბე. ეს უნდა დამარილო. არ უნდა მიდას დამარილება, კვეთს რა შეჭირდება, ისედაც მარილიანი ვით. Ale rasa chame. ესე გულსთან კარია მაგრამ აი მარტო ცილა. უგემოა. არა დედიკო, ჩვეულებრივად მარილიანი და ჩემთვის. შამთვის უგემო. ვაფშე გემო არა აქვს, არც არც მარილის აქვს. სამთკი ვაყელი. მაგიტო ამათაც რომ დაემართათ. ჩემი დედა ცვილი გაზება ძალიან. ბიჭოს მე მაგას არ ვიძახი, შენი კი არა, მე რატო არ ვარ? ჯანსაღკვებაზე იყავით, აბა იყიდე და ყველაფერი. სადა ამდენი ფული? დაგიწერენ ასეთ იმას, რა ქვია? საფული კაი არა. რედკი საფხულში, იმიტომ რომ სოფელში წახვალ და კიდრი პომიდორი მაინცავ. ან გინდა იაფეხისა იყიდი, მაგრამ ყოველ ჯერზე მაგასაც ვერ შეჭამ. ხომი რო გინდება ერთხებს ხომს რომ მივირთვეთ, წამში კილო ნახევარი მომატებული რომ აქ.
ანუ დაიწყებ ჭამას და რა გაზრი ქონდა ეხა მის ჭამას? Всё ვერ ითმენშე. აგელა გური. 이제 뒤에 알티나도 아프야. ერთი 5-ი წავედით ფასებო ეხა ესეთი. ჰა? დედა. არა. არაფერია გული. კარგი. წავედით ფასებო. დროებით. ბედნიერ დღეს, პოზიტიურ დღეს და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას.